საღამო მშვიდობისა. მე გახლავარ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მიესალმეთ. ლადო გოგოლაძე. მადლობა დარბას. დღეს ჩვენთან არიან ქართული ცეკვის სტუდია სამანი, მივესალმოთ. აბა, ლადო, როგორ ხარ? კარგად, აქ რო ვარ უკვე კარგად. ეს ჩვენს მიხარია რომ კარგად ხარ. დიდი მადლობა. ლადო არის 38 წლის თბილისიდან. 39-ის. 39-ის უკვე. კი ბატონო. პროფესიით ჟურნალისტი. კი ბატონო. რის ჟურნალისტი ბრძანდა? ძირითადად ონლაინ გამოცემებში ვწერდი. კარგი ხანია უკვე თითქოს გვერდზე გადავდე, მაგრამ როგორც მოარული გამოთქმა არსებობს, ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს, ალბათ ოდესმე ისევ დაუბრუნდები ჟურნალისტიკას. ლადო არის ამჟამად საქართველოს ტაიკვანდოს გენერალური მდივანი. კი ბატონო. ტაიკვანდო. კი. რამდენი ხანია რაც ფედერაციაში ვარ 2018 წლიდან, ანუ საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს ფედერაციაში მუშაობის გენერალურ მდივნად. და ვცდილობთ ეს ძალიან მაგარი სამხრეთ კორეული სპორტის სახეობა, ოლიმპიური სახეობა, რაც თავარია, განავითაროთ და საქართველოს ბევრი ჩემპიონი შევმოყვეთ. ძალიან კარგი. ლადო და ჩვენთან სტუდიაში ვისთან ერთად მოვძანდეთ? სტუდიაში ვარ ჩემ გოგონებთან ერთად, ჩემ მეუღლეთ და ჩემი ორი ქალიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ლადო, მაინტერესებს ჰობი რა გაქვს? ჰობი მაქვს ძალიან მიყვარს კითხვა, ოჯახთან ერთად ხეტიალი. სეირნობა ასე. სეირნობა უფრო აი ქუჩაში გამოსვლა, ჩვენ ხეტიალი გვიყვარს. ხეტიალი. კი, კარგი ფილმების ყურება და მიყვარს გადაცემების დამონტაჟება. ეს რას ნიშნავს გადაცემები? მე და ჩემს მეგობარს გვაქვს YouTube-ზე ძალიან კარგი, ჩვენ თვლით რომ ძალიან კარგი პოდკასტი მამების დრო, სადაც საუბრობთ მამაზე, მამაშვილობაზე, მამის როლზე და ყველაფერ კარგზე, რაც შეეხება მამას და რაც შეგვეხება შვილებს. აი ამ გადაცემის დამონტაჟება. ძალიან მაგარი ამბავია და საინტერესო. და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გადაცემაში დაგპატიჟებთ სტუმრად. აუცილებლად მოვალ, აუცილებლად. დიდი მადლობა. და რომ მოვიგებთ ლადო 100,000, რა თქმა უნდა 100,000-ის მოსაგებად მოვბრძანდით აქ. რა თქმა უნდა. რა გვაქვს გეგმაში? პირველ რიგში სესხს გავანულებ ბანკში. აი უკვე წარმომიდგენია იმ მომენტი, რომ ხედავ რომ ნულები წერია. ეგ ნული კარგი დასანახია. ჩემ გოგონებთან ერთად წავალ დისნეილენდში, იმიტომ რომ ბავშვების ოცნებაა დისნეილენდი და მესამე რასაც გავაკეთებ, როგორც გითხარით, გადაცემა გვაქვს, რომელსაც ძალიან მინიმალური ბიუჯეტით ვაკეთებთ და ცოტა უკეთეს კამერებს შევიძენ გადაცემისთვის. საქმესაც მოახმართ. რა თქმა უნდა. მე წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. იმისთვის რომ ეს ყველაფერი აისურვოთ, სურვილები, სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. ლადო, რომ მოიგო 100,000 ლარი. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000 ლარს. ასევე გაქვთ სამი დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დრო შეწყვიტოთ თამაში და წაიღო მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებ, რა თქმა უნდა, მაშინ დავკარგავთ იმ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? გასაგებია ყველაფერი. მზად ხარ თამაშისთვის. მზად ვარ. ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და პირველი კითხვა. 100 ლარი. საცხოვრებენ თევზები? წყალში, ღრუბლებში, გამოქვაბულში, ოცნებებში. სწორი პასუხი ამ შემთხვევაში არის წყალში, მაგრამ არსებობენ თევზები, რომელიც ოცნებებში ცხოვრობენ, მაგალითად ნემო. რომელიც ოცნებებში იყო, ღრუბლებშიც იყო, აი გამოქვაბულშიც მოუწია თუ სწორად მახსოვს რაღაცა პერიოდი ყოფნა. მაგრამ თევზების ძირითადი კატეგორია წყალში. 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 რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. დედამიწიდან არ ვარდებით, იმიტომ რომ გვაკავებს დედამიწის მიზიდულობის ზალა, სიყვარული, უხილავი ჭერი თუ ხავს ვეკიდებით.
სწორი პასუხი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს უნდა იყოს სწორი პასუხი, არის სიყვარული. მაგრამ 100 უპასუხებ. მაგრამ ამ შემთხვევაში 100 უპასუხებ დედამიწის მიზიდულობის ძალა. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია და 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რომელი ხმოვანი არ ფიგურირებს 7 მუსიკალური ნოტის სახელწოდებაში? A E ჩამოთვლილი გაქვს უკვე I თუ U U D U რო ჩამოვთვალოთ ის Do Re Mi Fa Sol La Si Do კი ბატონო ანუ U და გამომწვანეთ 200 ლარი თქვენია სულ სხვანაირად ლამაზია აქ მწვანე ფერი სულ სხვა მწვანეა კი ბატონო მეოთხე კითხვა ლადო 250 ლარი ამ ცხოველებიდან რომელი გაიმარჯვებდა ყველაზე შორს მანძილზე ხტომის ჩემპიონატში რეკორდსმენები რომ შეგვეჯიბრებინა ბაყაყი კალია ორივე კარგად ხდება სპორტში მაგრამ არც ერთია ცხოველი კურდღელი თუ კენგური სწორი პასუხია D კენგური D კენგური ამ ცხოველებიდან ბაყაყი თუ იცით რამდენ მეტრს ხდება? არ ვიცი, მაგრამ 5 მეტრამდე ხდება ბაყაყი. სხვათა შორის კალია მასშტაბიდან გამომდინარე, შეიძლება კენგურუზე უფრო დიდ მანძილზეც ხდება. იმიტომ რომ პატარა მასშტაბიდან გამომდინარე, კი. მაგრამ ცხოველი არა. მეტრ ნახევარზე ხდება კალიას შეუძლია. ხო, და შესაბამისად გაცილებით პატარა ზომის. კენგურუ 12 მეტრს ხდება, წარმოვიდგინეთ. ნამდვილად ჩემპიონია ამ ამბავში. კი, კი. მივედით გარანტირებულ 300 ლარამდე და თუ სწორად ვიპასუხეთ გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ხელს ვერავინ ვეღარ ახლებს, თქვენი იქნება. მაგრამ გასანულებლად დისნეიში სამოგზაუროდ არ მეყოფა. რა თქმა უნდა. მაშასე მეხუთე კითხვა 300 ლარი. რომელი ტემპერატურის დაფიქსირების დროს დაგვწება? 0 გრადუსი, 38 გრადუსი, -3 გრადუსი, -28 გრადუსი. ამ შემთხვევაში ალბათ B38 გრადუსი, მაგრამ აი 0 გრადუსზე სავარაუდოდ სადაც მაგარი ყინვაა, შეიძლება დაგვწეს. შეიძლება დაგვწეს. ჯერ არ გამომიწია, მაგრამ საინტერესოა. მე ნამყოფი ვარ სხვადასხვა -47 გრადუსში და არ იქნებოდა დიდად სასიამოვნო. იყო ისინი, იქაც ხანდახან ცხელოდა ხოლმე ამის დროს. მაგ დროს ნებისმიერ გრადუსზე შეიძლება ამ შემთხვევაში 38 B38 გრადუსი. B38 და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. როდესაც სწრაფად მივიდეთ წინ, გვაქვს ხელუხლებელი 3 დახმარება და მეექვსე კითხვა 400 ლარი. შექსპირის რომელმა გმირმა თქვა, ყოფნა არ ყოფნა, საკითხავია ეს არის. A რომეო B მეფე ლირმა C ჰამლეტმა თუ D ოტელო რომეო გამორიცხოთ რატო არ გთქვამს არ იტყოდა ესეთ რა არ იტყოდა იმისთვის ყოფნა იყო ყველაფერი რომ ჯულიეტასთან ერთად კი ბატონო მეფე ლირსაც ძალიან რთული სიტუაციები ჰქონდა მithumetes თავის ქალიშვილების ამბებში მაგრამ ყოფნა არ ყოფნა როგორც მახსოვს თქვა ჰამლეტმა როდესაც მამის აჩრდილს ელაპარაკებოდა რატოღაც ეგრე მახსოვს შეიძლება ვწდები შეიძლება არ ვწდები ანუ საბოლოო პასუხია იყოს C ჰამლეტი C ჰამლეტი სწორად გახსოვს ლადო სწორად გახსოვს ნამდვილად 400 ლარი თქვენია მეშვიდე კითხვა 500 ლარი ნანა ჯორჯაძის რომელ ფილმში ითამაშა ფრანგმა მსახიობმა პიერ რიშარმა 1996 წელს A გაქცეულები B 27 დაკარგული კოცნა C
რობინსონია და ანუ ჩემი ინგლისელი პაპა. D შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. არაჩვეულებრივი ფილმია. ანახი გაქვს. კი, შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. საბოლოო პასუხი? D შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. ეს სწორი პასუხია და 500 ლარი შენია. სხვათა შორის გადაცემაში მყავდა სტუმრად ოლგა ბაბლუანი, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა პიერ რიშართან და იქ მოყვა, ძალიან თბილად იხსენებდა საქართველოსო და ახსოვდა კარგი მოგონებები და საქართველოსთან. ძალიან კარგი, ლადო. დახმარებები არ გამოგვიყენებია, გვაქვს ისევ, კარგად მივიწევთ და მერვე კითხვა. 1000 ლარი. რომელი ქვეყნის საიდუმლო დაზვერვის უფროსია ბლეიზ მეტრეველი? A. გაერთიანებული სამეფოს, B. ამერიკის შეერთებული შტატების, C. საფრანგეთის, თუ D. გერმანიის. ლეგენდარული Mi-6-ის ხელმძღვანელია ქალბატონი ბლეიზ მეტრეველი, რომელსაც მე მგონი არც თუ ისე დიდი კავშირი არ აქვს საქართველოს და გარდა გვარისა. A. გაერთიანებული სამეფოს. ზუსტად გახსოვს? ზუსტად მახსოვს, კი. A. გაერთიანებული სამეფოს. ათასი ლარი შენია. ძალიან კარგი. კარგად მივდივართ ლადო. 3 დახმარება გვაქვს და წინ მე-9 კითხვა 2000 ლარი. ბიტლზის ალბომის ედი როუდის ცნობილ ყდაზე 4 მუსიკოსიდან რომელი გადადის ზებრაზე ფეხშიშველი? გახსოვს ეგ მომენტი კარგად ეგ ცნობილი ალბომიც მახსოვს და ქავერიც მახსოვს. კი ბატონო. A. ჯონ ლენონი, B. პოლ მაკარტნი, C. ჯორჯ ჰარისონი, თუ D. რინგო სტარი. გონია რომ იქნება ჯორჯ ჰარისონი, იმიტომ რომ რაღაც რელიგიურ სექტაში იყო, რომელიც რაღაც ეგეთ მიმდინარეობს, რაღაც ფეხშველას სიარული და რაღაცები უყვარდა. მაგრამ რთული გასარისკია. მოდი მეგობრის დახმარებას გამოვიყენებ. ვისთან ვეკავთ? ნიკოლოზ ჭურაძე, ჩემი მეგობარი. ნიკოლოზთან. კი ბატონო. ვიყენებ დახმარებას ზარი ახლობელთან და ვეკავთ ნიკოლოზთან. ნიკოლოზთან. შეიძლება ახსოვდეს? იმედი მაქვს რომ იმახსოვრება. ალო. ნიკოლოზ მოგესალმებით. გამარჯობა. დათო დარჩია, გაწუხებთ გადაცემიდან, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ, ბატონო, გამარჯობა და. მოგესალმებით. ლადო მიზის ახლა მე წინ გოგოლაძე და თქვენი დახმარება სჭირდება. სადაც კი ბატონო. დიახ, თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ლადო თავად დაგისვამთ კითხვას და დრო ჩაირთო. ნიკოლოზ ებიროუძე ბიტლზის ალბომის ყდაზე ფეხშიშველი რომელი გადადის ზებრაზე? ლენონი, მაკარტნი, ჰარისონი თუ რინგო სტარი? ბიჭო, როგორც მახსოვს, მაკარტნი გადადის, იმიტომ რომ ის არის მე მიყვება ღმერთი რა. მაკარტნის სიკვდილის თეორია იყო და თუ სწორად მახსოვს, ფეხშიშველი მაკარტნი არის. ფეხშიშველი მაკარტნია. შენ გენაცვალე მე სწორად დავრეკე. მახსოვს კი. ანუ ერთი მესაფავია, ერთი ღმერთია, ერთი მე მგონი სიკვდილი და მაკარტნი არის, მე მგონი ყდარი თეორიის მიხედვით და ფეხშიშველი და იყოს რა. ზუსტად. დრო ამოიწურა ვერსია ნიკოლოზმა. ხო, ჩემი ვერსია გააბათილა, მაგრამ ენდობი კი, ენდობი იმდენად კარგად ჩამოაყალიბა თან თეორია, რატოც იყო რომ კარგად ჩამოაყალიბა, მაგრამ მე გავფრთხილებ, ლადო, თუ პასუხი არასწორი იქნება, თქვენ ჩამოხვდით 300 ლარზე. ხო, არა, მიუხედავად მაგისა, მაინც ენდობი ნიკოლოზ და პოლ მაკარტნი. ანუ საბოლოო პასუხია? B. პოლ მაკარტნი. B. პოლ მაკარტნი. როგორ თქვა ჰარისონი, თან ფიქრობდი ჰარისონს. დრო ვერსიები თქვი. და არ დაგეჭერები და მეგობრისთვის. თქვენ წააგებთ. 2000 ლარი თქვენია. მადლობა ნიკოლოზ. მადლობა ნიკოლოზ. მივუახლოვდით გარანტირებულ 3000 ლარს, ანუ მე-10 კითხვა.
გაქვს ორი დახმარება და მეათე კითხვა 3000 ლარი. რომელი ქართველი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში და დაკრძალეს ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის საძმო სასაფლაოზე. A. დუტუ მეგრელი. B. გიორგი ქუჩიშვილი. C. ტერენტი გრანელი. D. მირზა გელოვანი. ყველა მოკლე და ქერათვის ნახვით გამახსენდებათ მე ვიშოლტები როგორ არ მინდა მაინც მიდიხარ მაინც გშორდებ მირზა გელოვანი აგაც ჭირდება სავარაუდოდ რომ შეგეკითხოთ 100%-ით დარწმუნებული ხართ მეთქი თუ არა და ისე ლამაზად გითხარით ისი პასუხი 3000 გარანტირებული ლარი თქვენია. ეხლა უფრო თავისუფლად ვიდავარ. ეხლა უფრო თავისუფლად მეგობრი, არც მანამდე ორი დახმარება გაქვს. ლადო, მივიწევთ წინ. მე-11 კითხვა. 6000 ლარი. რამდენ გრადუსზე ემთხვევა ერთმანეთს ცელსიუსის და ფარენჰაიტის შკალებზე ტემპერატურის მაჩვენებელი? A +35, B +105, C -40, D -58. ფარენჰაიტი მაღალია უფრო. +105 ძალიან ბევრი მგონია. რომ ფარენჰაიტი 911 ძალიან მაგარი წიგნი რო არის წვის ტემპერატურა. წვის ტემპერატურა 35 რო იყოს 911 რო გავყოთ 35-ზე კარგად ჩდება. ვა, 105 და პლუსია როა მახსოვს. 105-ად 35 მაგას ვეღარ ვიხსენებ. აი ეხლაც რომ მქონდეს მეგობრის დახმარება იდეალური იქნება. ეხლა 50-50-ზე. და დარბაზის დახმარება. და ასევე დარბაზის დახმარებით. მოდი დარბაზს რო გავუიოლოთ საქმე. გამოვიყენებ ჯერ 50-50-ზე. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერს თხოვ, წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. ორივე ვერსია. პირიქით მახს, ანუ პირიქით. ბადო რაც გქონდა წაიშალა. ხო, ანუ პლუს-მინუსი ავირია. აი როგორი დახმარება გააკეთა ახლა კომპიუტერს. დიდი მადლობა. მაშინ ესე იგი ეს 58 არ იქნება. მოდი გავრისკოთ და იყოს -40. ამ შემთხვევაში არაფერს არ გავკარგავ. არაფერს არ დავკარგავ ზუსტად მაგითო და მოდი იყოს უბრალოდ შეგიძლია გააორმაგო. ხო, მოდი იყოს დარბაზის დახმარება. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. კი ბატონო, ვიყენებთ დარბაზის დახმარებას და ვინც იცის სწორი პასუხი, გთხოვთ რომ აწიოს ხელი. აბა? სამწუხაროდ ვერავინ. დარბაზში ხელს არავინ არ იწევს, ეს დახმარება შეგინარჩუნდება თქვენ და ახლა კი თქვენზეა. გარისკავთ თუ 19 ვხვდები 40 წლის. დიახ. და მოდი იყოს 40. საბოლოო პასუხია? -40. C -40. წლის. 40 წლის. პატარა აღიასაკია, პატარა აღარ. ასაკიც კარგია და პასუხიც სწორია. 6000 ლარი გაქვს. და ასევე ერთი დახმარება. მადლობა ჩემშობლებს რომ 86 წელს გამაჩინეს და შესაბამისად გავხდი 40 წლის. ძალიან კარგი, ლადო 6000 ლარი გაქვთ. ერთი დახმარებაც და წინ მე-12 კითხვა. 12500 ლარი. ელ აპოსტოლ არის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაიღეს A. ესპანეთში, B. მექსიკაში, C. კოლუმბიაში, D. არგენტინაში.
ფაქტია რომ სახელი და უნდა გამოვიდეთ ახლა აპოსტილით დამოწმება რაღაც კანონიერების ამბებია და რაღაცაა და მგონია რომ რაღაც ანიმაციური ფილმია დიახ ელ აპოსტოლ სრულმეტრაჟიანი პირველი თან პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი საინტერესოა ხო არა რო არ მოგატყოთ ვერსია არ მაქვს დარბაზ თუ ექნება დახმარების სურვილი გამოვიყენებ მაშინ დარბაზს მივართავ და ვიყენებთ დარბაზის დახმარებას ვინც იცის სწორი პასუხი ხელი აიწიოს ელ აპოსტოლ არის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი რომელიც გადაიღეს აბა თუ ვინმე მიცის გონი ამჟამადაც არ გვაქვს ამჟამად პასუხიც არ მაქვს ძალიან რთულია ხო ელ დასაწყისით რო იყო მივხვდი რომ რაღაც ლათინურ ქვეყანაში იქნებოდა მაგრამ 4-ვე ისეთი პასუხია რომ 4-ვე შეესაბამება მაინც მგონია რომ ესპანეთში იქნებოდა შეიძლება რაღაც ფრანკოსიდია იყო რამე არ ვიცი მოკლედ რა მე შეგახსენებ რომ შენ თუ არასდროს უპასუხებ ამ შემთხვევაში ჩამოვარდები 3000 ლარზე და კარგავ 3000 ლარს ხო აი ხოლო თუ სწორად უპასუხე მაშინ გააორმაგებ იმ სამი სურვილი და რისთვისაც მინდოდა დახარჯული თანხა მომეგო ეს ყოფნის ბავშვებს წავიყვან დისნეილენდში გაიმზადეთ გოგოებო და ამიტომ შევწყვეტ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და შევწყვეტ ახლა მარჩიელობა გამომივა ანუ ვერსია როგორც ასეთი რაღაცა მანიშნებელი რო იყოს არ მაქვს და ჯობია რომ შევწყვეტ კი ბატონო ჩვენ წყვეთ თამაშს მაგრამ მაინც რას უპასუხებდით რატომღაც მგონია ესპანეთი არგენტინა ეს არის არგენტინა კარგია რომ არ უპასუხებ გადაიღეს კარგია რომ არ გარისკეთ კი კარგია რომ არ გავრისკე და მიდიხართ დისნეილენდში ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად 6000 ლარი თქვენია მადლობა კარგი თამაშისთვის და მომბრძანებისთვის მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებლობას აი ხარეთ ხო